ვაგრძელებ Bybit-ზე spot trading ბოტების განხილვას და დღევანდელ ვიდეოში გაჩვენებთ რა რისკების წინაშე დგახართ, როდესაც ამ სფეროში შემოდიხართ და მაგალითად რა მინუსში შეიძლება გავიდეს ჩვენს მიერ გაკეთებული spot trading ბოტი. ეს ერთი საკითხი და მეორე საკითხი რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც spot trading ბოტი გადის range-დან, ანუ იმ საზღვრიდან, რა საზღვრებშიც მოვაქციეთ და რა საზღვრებშიც გვინდოდა, რომ ამ თანხით ამ კონკრეტულ ბოტს ევაჭრა. თუ რაიმე კითხვები გექნებათ ამ ბოტებთან დაკავშირებით, შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარებში და შეძლების დაგვარად შემოგთავაზებთ ახალ ვიდეოს, რა თქმა უნდა, რეალური ანგარიშით, რეალური თანხით და რეალური ბოტებით. თუ გაინტერესებთ ესეთი კონტენტი, შეგიძლიათ არხი გამოიწეროთ და ზარისხი ლაკიც გააქტიუროთ. გადავალ ახლა ჩემს ანგარიშზე და გაჩვენებთ, ძირითადად აქ მაქვს 4 ბოტი, რომელიც არის ძალიან ძველი და არც დამიხურავს, არც რაიმე ცვლილებას შემიტანია. და გაჩვენებთ ახლა, ეს არის მინუსები აქეთ ამ მხარეს. რამდენ დოლარში არის მინუსში გასული. დავამრგვალოთ ეს $20, 33, 34 და 61. ეს არის მინუსი, რომელიც შეიძლება მოგვიტანოს spot trading bot-მა. და თავიდანვე ვამბობ, რომ თუ კი ხართ დამწყები, საერთოდ futures-ებს არ უნდა გაეკაროთ, უნდა დაიწყოთ spot trading bot-ით და მიიღოთ გარკვეული ტიპის გამოცდილება. ეხლა აქ spot-ის მაგივრად, რომ მქონოდა futures trading bot-ები დაყენებული, უკვე ჩემი ეს ყველა ბოტი გარდა კონკრეტულად პირველისა იქნებოდა უკვე ლიკვიდირებული და თლიანი თანხა უკვე იქნებოდა დაკარგული. ეხლა სხვაობა რა არის? მაგალითად გაჩვენებთ, ეს ბოტი გასული არის 49.99%-ში მინუსში და ამ შემთხვევაში, როდესაც მე მინდა ბოტის გაუქმება, შემიძლია ავიღო $44.65 ტეძერი ან ავირჩიო 312.96 კონკრეტულად ეს ტოკენი და ამას დამატებული 2.11 ტეძერი ან ამ 2.11 ტეძერის მარკეტის ფასით იყიდის ისევ კონკრეტულად ამ ტოკენს და ჯამში გამოვა 328.55 მიმდინარე კურსით. ეს სამი არჩევანი მაქვს. და პირველივე ვიდეოში ვამბობ, როდესაც trading bot-ი გადის მინუსში, ის ყიდულობს საფეხურეობრივად, რაც უფრო ქვემოთ ჩამოდის, უფრო მეტი რაოდენობით ყიდულობს და გაუქმების დროს ვიღებთ უფრო დიდი რაოდენობით ტოკენს, ვიდრე თავდაპირველად. აქ 328.55 არის ძალიან დიდი რაოდენობა. როდესაც ეს trading bot-ი გაიხსნა, კონკრეტულად $105 ამ რაოდენობას ვერ ვიყიდდი. ამიტომ ეს შესაძლებლობა გვაქვს. სხვა ვიდეოში ვისაუბრებ აუცილებლად DCA პრინციპზე. შეგვიძლია ეს მინუსი შემოვაბრუნოთ DCA პრინციპით, რისთვისაც გვჭირდება ბალანსი. ეს სხვა თემა არის და მოგვიანებით აუცილებლად ვისაუბრებ ამასთან დაკავშირებით. მოკლედ, რისკები კარგად ჩანს აქ ჩემს პორტფელში, ჩემს spot trading ბოტებზე და დარწმუნებული იყავით, ასეთ მინუსებს არავინ არ გაჩვენებთ საკუთარ ანგარიშებზე, სადაც არ გაიხედავთ, ყველა აჩვენებს პლუსებს, 2000% მოგებას, ყველა იგებს ამ სფეროში. ეგრე არ არის და დაიჯერებთ გარკვეულ მანიპულაციებს, ყველას უნდა რომ ამ სფეროში ვიღაცას რაღაცა მოატყუოს, ვიღაცის ხარჯზე რაღაცა გამოიმუშაოს, ან ვიღაცას რეფერალი შეტენოს და რეალურად ხდება ასე. მაგრამ ეს თქვენ გათვითცნობიერებული უნდა გქონდეთ, როდესაც შემოდიხართ ამ სფეროში. ეს არის რეალობა. ეხლა გადავიდეთ მეორე თემაზე. მეორე თემა არის რა ხდება, როდესაც trading bot-ი გადის range-დან. ვნახოთ ახლა პირველი ბოტი. გადავდივარ ორდერებზე. ქვემოთ შესყიდვის 12 ორდერი აქვს, ზემოთ გაყიდვის 39 ორდერი. ისტორიასაც გაჩვენებთ. ეს არის წარმატებით დახურული ორდერები.
გამომუშავებული აქვს $4 და 17 ცენტი. მოკლედ ეს რეინჯში არის, რა ვიცი, ამას თვეობით გავაჩერებ, სანამ არ დაუბრუნდება საწყის და გაპლიუსდება კიდეც. შემდეგ გადავიდეთ კონკრეტულად აი ამ ტოკენზე. ზემოთ გაყიდვის 21 ორდერი არის, ქვემოთ უკვე გასული არის რეინჯიდან. ესე იგი, როდესაც ტრეიდინგ ბოტი გადის რეინჯიდან, ამ შემთხვევაში ის არ უქმდება ავტომატურად, თუ ჩვენ თვითონ არ მივცემთ დაშვებას. მაგალითად, აქედან უნდა გავაუქმოთ და მოგცემს მონაცემს. შეგვიძლია ავიღოთ $67.91, აქაც ანალოგიურად არის. შეგვიძლია ავიღოთ 91.91 ეს ტოკენი და $2 ზემოდან, ან 94.71 ცალი კონკრეტულად ეს ტოკენი. ასეთ შესაძლებლობას გვაძლევს, ვინაიდან ფასი დაბალია, ვყიდულობთ მეტ რაოდენობას. ისტორიებსაც გადავხედოთ. სხვადასხვა კომენტარები დამიწერეს, რომ უმჯობესი არისო, ზოგიერთი არჩევს, რომ მაგალითად გააკეთოს ნაკლები ორდერი, ნაკლები ტრეიდინგ ორდერი და მიიღოს მეტი მოგება. მაგალითად, აქ მაქვს 21 ტრეიდინგ ორდერი დაყენებული ამ ბოტზე და თითო ორდერიდან, წარმატებულად დახურული ორდერიდან გამოიმუშავებს 14 ცენტს. სხვა ტრეიდინგ ბოტზე მაქვს დაყენებული მაგალითად დაახლოებით 40-დან 50-მდე ან 55 და გამოიმუშავებს 2 ცენტს ან 3 ცენტს. ამ შემთხვევაში შედარებითობის პრინციპი არის და ამაზე შემდეგ ვიდეოში ვისაუბრებ, რომელი არის უკეთესი. ესენი დახურული ორდერები. გაჩვენებთ ახლა როგორ არის რეინჯიდან გასული. ზოგადად სურათი რომ შეგვიქმნას, მე ვაკეთებ ერთ დღიანს. სპეციალურად თქვენთვის გავავლე ეს ლურჯი ხაზი. აი ეს არის ის მინიმალური ზონა, ყველაზე დაბალი ზღვარი, საიდანაც უკვე ბოტი იწყებს ფუნქციონირებას. როდესაც აი ეს ფასი მოექცევა აი ამ ხაზს ზემოთ, ჩათვალეთ რომ ბოტი ფუნქციონირებს. თუ დავაკვირდებით ფასის მოძრაობას ერთი დღის მანძილზე არ უნდა გაუჭირდეს ამ ფასის დაძლევა, თუმცა ამას ზეპირად ვერავინ ვერ იტყვის, ამას ინდივიდუალურად წყვეტს ყველა და ამ შემთხვევაში დაველოდები, სანამ ფასი არ დაუბრუნდება საწყის ნიშნულს. შემდეგი გადავიდეთ აი ამ ბოტზე. გადავხედოთ ორდერებს. აქ მაგალითად მაქვს 50 ორდერი, იქ მქონდა 21 და გამოიმუშავებს 1 ცენტს და 3 მიასეთს. ესეც დახურული ორდერები, $3 და 66 ცენტი აქვს გამომუშავებული და გასული არის რეინჯიდან. რა თქმა უნდა, ამასაც არ ვაუქმებ, სანამ არ დაუბრუნდება რეინჯს. აქაც გავავლე ხაზი, აი ასე გამოიყურება ერთდღიანი ჩარტი და არც ამას არ უნდა გაუჭირდეს აი ამ ფასის დაძლევა, მაგრამ ეს დამოკიდებული არის, რა თქმა უნდა, დროზე და ეს თანხა გარკვეული დროით, რა თქმა უნდა, არის დაკეტილი. თუ გავაუქმებთ, რა თქმა უნდა, მივიღებთ დაბალი რაოდენობის თანხას ან დიდი რაოდენობის ტოკენს, იმასთან შედარებით, რაც იყო საწყისი ფასი. მოკლედ, ამასაც ველოდები. აი აქ მაგალითად მაქვს 60 ორდერი და თითო ორდერიდან გამოიმუშავებდა 2 ცენტს და 1 მიასეთს. ამის რეინჯიც ვნახოთ, აი აქ. რამოდენიმე დღის წინ ფასი თითქმის მიუახლოვდა რეინჯს და ვერ გაარღვია ეს ფასი, ეს წინაღობა და ამიტომ ისევ დაუბრუნდა საწყის მდგომარეობას. მაგრამ არის იმის შანსი, რომ ისევ დაუბრუნდეს აი ამ ფასს და ბოტმა გააგრძელოს ისევ
ფუნქციონირება. მოკლედ არც ამას არ ვაუქმებ. სულ ეს იყო, რაც მინდოდა მეთქვა ამ ტრეიდინგ ბოტებთან დაკავშირებით, ეს ორი საკითხი. და თუ კი რაიმე კითხვები გექნებათ, აუცილებლად დაწერეთ კომენტარებში. ყველას წარმატებას გისურვებთ დროებით.